ძალიან რთული კითხვა. მოყარე ყველაფერი, მე წამოვყრე ახლა. რო აგრესიისკენ მიიწევ. მართლა? როცა ეს თავდაპირველად დავაფიქსირე, შენ თქვი რომ ეს მეჩვენებოდა. რა დავაკელიჩი, აი რატო აქ ესე მტკივნეულად. მე მტკივნეულად აღვიქვავ. შენ ხალი ხარ და ჭურჭელი გარეცხი, რა თქმა უნდა. ხალხს აქვს ეგ ვალდებულება. რა იყო ეგა? ხო გინდოდა ხო და მიიღე. თაისაც ცოტა დავშვიდე. კაი, მოკლედ, დაუბრუნდეთ კითხვას. კაი, ანუ რა არის პრობლემა, ვერ ხდები. უნდა გაიაზრო, შენ ხავს ორი პატარა გოგო, რომელიც შესაბამისად უნდა გაზარდო. მარტო მე არ ვარ ამ ოჯახში. შენც ხარ. ესე მგონია რომ ჩემს უკან ხარ. მე რატო არ ვარ შენს უკან? ხო და ეხლა გვეყოფ ამდენ ლაპარაკი, ხალი ხარ და გიცოდე შენი ადგილი. ესეც ასე, მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით. ახლა უკვე მესამე ეპიზოდი არ მეგონა რომ თუ აქამდე მოვიდოდით. მაგრამ ძალიან მიხარია რომ კარგად მიდის, მოკლედ ძალიან კაი დინამიკაა ჩემი აზრით, გარდა იმისა რომ სახლში ზუსტად იგივე დინამიკა გვაქვს, გარდა იმისა რომ 10 წელია მსგავსი დინამიკა გვაქვს. კი ბატონო, გადმოვიტანეთ ახლა უკვე YouTube სივრცეში და არა მარტო Instagram-ზე და TikTok-ზე იდება ვიდეოები და ძალიან მიხარია რომ ძალიან დიდი ფიდბექი მივიღეთ ჩვენი გამომწერებისგან და პოზიტიური რა. პოზიტიური, რავი, ჩემთვის პოზიტიური იყო, შენთვის გიორგი როგორ იყო? არა უშავდი. სხვადასხვა მან დიყოფა აზრი და რეალურად მაგისთვის არის ახლა ჩვენი შოუ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა სხვადასხვა ადამიანის წარმოდგენა იგივე საკითხებზე და მაგისთვის შევქმნით რეალურად ჩვენ შორის. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, უნდა ვისაუბროთ გენდერულ თემაზე, რომელიც იქნება გენდერული როლები, თანასწორობა, საზოგადოების მოლოდინები, დადებითი უარყოფითი რეალურად მომენტები, რაც ეხება ამ ყველა საკითხს და ჩემი აზრით ძალიან საინტერესო სტატისტიკური მონაცემებით შეგვიძლია ამასთან დაკავშირებით გაგიზიაროთ. ამის გარდა ასევე გვექნება, რა თქმა უნდა, ჩვენი ტრადიციული თამაშები, სადაც გვექნება დებულება და მე და გიორგი გაგიზიარებთ ჩვენს აზრს სხვადასხვა თემებზე. და ამის გარდა ნაბეღლობს ჩამოვასხავთ, თუ შეიძლება სანამ დავიწყებთ. კი ბატონო, მეც მინდა. მინდა? კი, მინდა. კარგი, პირველი რა ხდება ესე იგი? ვიწყებთ რეალურად გენდერული როლები. ქვისხანიდან მოდის რეალურად ეს რაღაც სტერეოტიპები, რომ მამაკაცები გადიოდნენ საომრად, საშოვნად და ქალები შებოდნენ სახლში, რომ მიეხედათ ბავშვებისთვის და ეგ იყო ძალიან ტრადიციული აღქმა, მაგაზე ძალიან ბევრი წიგნის დაიწერა და მე აღმოჩნდა, რომ ეგრე არ იყო. იმიტომ რომ აღმოჩენებს, რასაც აკვირდებოდნენ არქეოლოგიური ინსტიტუტები, რატომღაც როცა იარაღი ედოთ ან გვერდზე ან სადღაც მე მჯერა რომ ქალებიც იბრძოდნენ ხოლმე და ქალებიც ასულები იყვნენ. ყველას ახასიათებდნენ როგორც მამაკაცებს. და მე როცა ჩაეძინენ და ხელახლა გააკეთეს ეს ტესტირებები, აღმოჩნდა რომ თურმე კი 50% შეიძლება მამაკაცი ყოფილიყო, მაგრამ მეორე 50% გენდერული თანასწორობა, კაცი თუ იბრძვის, ქალის უნდა იბრძოდეს და ასე შემდეგ. უბრალოდ მან და აი ერთადერთი მნიშვნელოვანი წვრილი ხაზი გადის ერთ წამი. ერთად ფიზიოლოგია. უბრალოდ მაგას ვიტყვი, ეს განსაზღვრავს ალბათ ეხლაც და განსაზღვრავდა, რაც ჩვენს კონტროლ ქვეშ არ არის. მაგას გულისხმობ, აი ხა ბავშვებს გაჩენა რომ უბრალოდ კაც არ შეუძლია, ეს განაპირობებს იმას, რომ პირობითად რა 9 თვე ადამიანი ქალი, იმიტომ რომ ქალის ბუნებრივი ეგ არის ერთადერთი. ჩვენ ვლაპარაკობთ ზოგადად თანასწორობაზე, რა როლები აქვს და როგორ ნაწილდება მე მამაკაცის და ქალის შორის ეს საქმე. რავი, ეხლა ჩვენს ქვეყანაში არ ვიცი და ზოგადად თანამედროვეობაში მაინც ძალიან დიდი პრობლემაა მაგის. კი, მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ გარემოც არ უწყობს მაგას ხელს, ძალიან ბევრი რაღაც. აი მაგალითად, ქალის და მამაკაცით რომ მუშაობდეს, ქალს შეიძლება ან მიცემენ, ან არა იმის საშუალებას, რომ დეკრეტში გავიდეს და მოუაროს ბავშვს, მამაკაცს არ აქვს მაგის საშუალება. და ეგ ძალიან ცუდი არის, იმიტომ რომ არის ქვეყნები, სადაც პირიქით აძლევენ მამაკაცებს. კი, ეგეც არის, მაგრამ მე მგონია, რომ ქალს უფრო სჭირდება რა, მაინც ფიზიოლოგიიდან გამომდინარე, არა? პირველი 4-5 თვე შეიძლება, მაგრამ მერე არა, მამაკაციც უნდა შეეძლოს ჩემი აზრით, მე ცოტა ხმარობს. მე მგონი საქართველოშიც კანონმდებლობის დონეზე მე მგონი არის, უბრალოდ არ ვიცი რამდენად დანერგილია, ალბათ ეგ ინდივიდუალურად ბიზნესთან და მეორე კიდე რამდენად იყენებენ მაგას. მაგრამ ჩვენი თანამშრომელი მაგალითად ერთ-ერთი მახსენდება, ახლა სახელმწიფო დავასახელე, ყოფილა თურმე ახლა გავიგე. დეკრეტში? კი, კაცი დეკრეტში. კაცი, რა მაგარია მისა. მისასალმებელია მართლა. საქართველოში გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა. ლამის თვე არ გავარო, არ გავიგოთ, რომ ან აღმოსავლეთში, ან დასავლეთში, თუნდაც გენდერულ ნიადაგზე ჩაგვრის ნაწილში და ასე შემდეგ, ფატალურად სრულდება ხოლმე რა. მაგას ქვია ფემიციდი. დროთა განმავლობაში უკეთესობისკენ მიდის საქმე. უბრალოდ ცნობიერებაა საჭირო მეტი რა.
და იმის შეგნება რომ არა აქვს მნიშვნელობა ადამიანი ქალია თუ კაცია, ყველას აქვს ჩვეულებრივი თანაბარი უფლება. ზოგადად მე და შენ ძალიან ხშირად ვკამათობთ ხოლმე გენდერულ როლებზე და რამდენად აღიქო შენ იმ სირთულეებს რომელიც ქალს ან გოგოს აქვს და ანუ ეხლა განმარტავ რა მეგობრებო, თორე ეხლა ისე კომენტარებში მე წავო გიორგიზე გადავლა რა. იმაზე ვკამათობთ რომ თეონა უბრალოდ პასუხს თხოვს რომ რატო საკმარისად არ იაზრებ როგორი რთულია ქალისისა და მე ვეუბნები რომ კი ვიაზრებ. ხო, მაგრამ ეგ არ არის საკმარისი ხვდები? ანუ ყირაზე უნდა დადგე და აჯიმანიები ხელით გააკეთო. რომ გაიაზროთ. რატო იცი? იმიტომ რომ გყავს ორი პატარა გოგო, რომელიც შესაბამისად უნდა გაზარდო და შენ უნდა ყველაფერი გაიაზრო რა ხდება გარემოში, რომ სწორად მიაწოდო მე ეს ინფორმაცია შეშვა. რასაც ძალიან კარგად აკეთებს ახლა არაფერს არ ვიტყვი, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრს ელაპარაკებად. და ბევრი რაღაცები შეიცვალა, სხვათა შორის, როცა გოგოს მამახტები, თუ პრობლემები გაქვს მაგ კუთხით გაგებაზე, ჩემი აზრით, უფრო გეხმარება ეგ იმის გააზრებაში, რომ იმაში რომ განსხვავება არ არის ხალხსა კაცთა შორის, დაფიქრდე, ხა მე არ მჭირდებოდა ეგ, მაგრამ ალბათ ვიღაცებს შეიძლება უფრო ეხმარება, იმიტომ რომ ანუ მაგრამ ვიღაცებს არ ეხმარ, მე მამები ვიცი, გოგოს ხანერად ექცევიან, ვის ხანაირად. კი, ეგეც არის. არ ვიცი. მაგრამ რისი თქმა მინდა, იცი? აი, თუნდაც ჩვენ სამსახურში, ჩვენ ახლა ვართ, მე მუშაობ კოპტერტეკში, კოპტერტეკი ახლა ჩემზე არის და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ უფრო ბევრი გოგო გყავს, ეგრე გამოდის სამსახურში, ვიდრე ბიჭი, მაგრამ არის ტეკ კომპანია, რაც ძალიან რთული არის, იმიტომ რომ ჩვენი ძირითადი მომხმარებლები არიან 80% თითქმის მამაკაცები და როცა გოგოები ხვდებიან ხოლმე სხვანაირად აღიქვამენ მის კომპეტენციას. როცა გოგოები ხვდებიან განსაკუთრებით, რა ითქვა, 40 გადაცილებულს მამაკაცებს, ცოტა სხვანაირად აღიქვამენ გოგოებს და ვერ იღებენ მათგან ინფორმაციას და მაინც ეძებენ ხოლმე მამაკაცს და როცა ეს თავდაპირველად დავაფიქსირე, დამთავრებინე შენთან, შენ თქვი რომ ეს მეჩვენებოდა. და მე მოესწრო იმ ამბავს, როცა ვიღაცაც ჩამოვიდა, დამელაპარაკა, ზუსტად იგივე ინფორმაცია მივაწოდე მე, დამიქნია თავი და რეალურად ერთ ყურში შეუშვა და მეორეში გამოვიშვა და მე შაკომ ჩაიარა ან ვიღაცა სხვა თანამშრომელმა, აბა ბიჭი, მოდი ახლა. მეც ვარ ხოლმე ეგრეა ჩემკენ იყურებიან რომ აი გოგო რელაპარაკა, სხვა ინფორმაციას თვალებით გააეძებენ კაცს. ეძებენ ვითომ და აი ეს კიდევ ერთხელ რაღაც მოუყვა კითხვა დაუსვა და იგივე ინფორმაცია მიიღო, მაგრამ მიიღო ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ მიიღო მამაკაცისგან და არა გოგოსგან. ეგ ხდება. ანუ რაოდენობაში ბევრი იმდენი არ არის, რა თქმა უნდა, ქალებისთან და ზოგადად ქალის ჩაგვასთან ახლოს ვერ მივაიხარ მამაკაცის გენდერული პრობლემები ალბათ, მაგრამ რაღაცა დონის წნეხების ეწოლები მამაკაცებზეც არის საქართველოში და გამოვარჩევდი იმას, რომ ბავშვობიდან რომ უგრძალავენ ბიჭებს მით უმეტეს ემოციების გამოხატვას. როცა ტირილს იწყებენ და ეუბნებიან, ბაშკაცი იყავ, ბაშკაცია ხარ, რატო? კაცი არა ხარ, რა ტირილს? რას ქვია, ეგ მაღიზიანებს და ძალიან არასწორი არის. ბავშვის საქმაში, როცა იმას რაღაცა უჭირს და უნდა რომ გამოხატოს ეს და მაგ დროს ან მშობლები, ან ბიძები, ან რა ვიცი, ვიღაცები ეუბნებიან, რომ ბაშკაცი არ ხარ, აკატი. ემოციურ ჭრილში არა მარტო ბავშვობაში, არამედ დიდობაშიც მეც ახლა ისეთი კომპლექსები მაქვს, რომ რაღაცა დაჟე აი არ ვიცი, ჩემს ოჯახის წევრებს შეიძლება ესე ვერ უთხრა, რომ აი მიყვარხარ რაღაცა ვერ იგრე ვარ რა. მარტო შენ ეგ მე მგონი აღზრდის ამბავიც არის. მშობლებს, ესე ზოგ ოჯახში არ არის ეგრე და ძალიან მშურს ხოლმე რომ უყურებ. იმუშავებ მაგაზე, რომ უფრო გამოხატო ხოლმე შენი ემოციები. ეგ თლათ ჩემს კონტროლში არ არის, მაგრამ სამუშაოა ალბათ რა. მეგობრებო, ვინმე თუ არ ვიცი, ქალბატონებსაც თხოვდა მამაკაცებსაც რომ კომენტარებში შეგიძლიათ დაწეროთ, იმიტომ რომ მე ეხა არ მახსენდება, იმიტომ რომ რაღაც კონკრეტული პრობლემები შეიძლება ჩემზე არ არის კონკრეტულად და ცხოვრებაში რაღაც სხვადასხვა დროს მახსენდება ხოლმე ან სხვა მამაკაცების ესე ვთქვათ ის პრობლემები, რომლებიც აწვევათ ძალიან ამ გენდერული წნეხების გამო. ამიტომ კომენტარებში შეგიძლიათ დაგვიწეროთ თუ გახსენდებათ მამაკაცების მიმართაც ესე ვთქვათ გენდერულ ნიადაგზე მოთხოვნები, რომელიც აუცილებელია რომ მამაკაცმა შეასრულოს. უნდა იყოს ძლიერი, უნდა იყოს ოჯახის მარჩენალი, უნდა იყოს, არ ვიცი, წარმატებული, უნდა შეეძლოს, ეხლა არ ვიცი, მოზარდებზე შეიძლება ეს ითქვას, რომ გოგოს დაპატიჟება ცხოვრების განმავლობაში საკმაოდ ბევრი ეტაპია რა მაგისი რა. ურთიერთობაში რომ პირველი ნაბიჯი უნდა გადადგან და უნდა გადადგა. დარწმუნებულები იყვნენ თავის თავში, რომ ეს ყველაფერი თვითონ გაიტანონ და გოგო რეალურად მეორე მხარეს ელოდები. ეხლა კი გადავიდეთ ცოტა უფრო სახალისო და ნაკლებად დაძაბულ თამაშზე, რომელიც აქ გვაქვს დებულებები, რომლიც ჩვენ ჯერჯერობით არ ვიცით რა წერია, უნდა წავიკითხოთ ხმამაღლა და ვეცადოთ, რომ 1-დან 10 ფულამდე შევაფასოთ, რამდენად ვეთანხმებით, ნეიტრალური პოზიცია გვაქვს ან არ ვეთანხმებით. ეს საკითხები არის, რაც ყველაზე მწვავედ დგას ზოგადად, არ ვიცი, ონლაინ ფორუმებში, კომენტარებში,
კვლევების მიხედვით და ასე შემდეგ. ამიტომ მოდი წავიკითხავ პირველს. ქალს არ აქვს ვალდებულება იყოს დედა. დედობა არჩევანია და არა ბიოლოგიური ვალდებულება. რაც ცუდად არის ფორმულირებული კითხვა რა. ძალიან ცუდად არის. იმიტომ რომ აი ბიოლოგიური სიტყვა რო არ იყოს, ვიცი რას უპასუხებდი. 3 2 1. კაი, მაშინ დაიწყე. მე არ ვეთანხმები. რატო? ნახე, ვეთანხმები რომ ქალს აქვს არჩევანის თავისუფლება და არ აქვს ვალდებულება იყოს დედა. უნდა დაგეწყო ეგრე. მაგრამ მაშინ ერთში, ანუ ეგრე რო არ იყოს, ერთიანს მონიშნავდი რა. უბრალოდ დედობა ბიოლოგიური ვალდებულება რო არის, მაგას ოდნავ ვეთანხმები, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ რას ქვია ბიოლოგიური? ბიოლოგიური სიტყვა რო არ იყოს, ანუ არ არის ვალდებულება. ბიოლოგიურად შექმნილი გარდა, მაგრამ ვალდებულებად რატო ადევს ეგ არ მესმის. ზუსტად მაგას გეუბნები, ნახე, ბიოლოგიურად ქალს ეგრეად, იმიტომ რომ სხვა ვერავინ ვერ აკეთებს ქალის გარდა. ამიტომ იმისთვის რომ სამყარო მიარსებოს და ადამიანები გამრავლდნენ სამომავლოდ, ბიოლოგიურად ქალს აქვს ეგ ღვთისაგან და არ ვიცი სამყაროს შექმნიდან დასაბამიდან ეგ ვალდებულება. კაცს ვერ ექნება ფიზიკურად. ამიტომ თუმცა ქალს არჩევანი აქვს და შეუძლია არ იყოს დედა, ანუ არ აქვს ვალდებულება. უბრალოდ ბიოლოგიური ვალდებულება აქვს. ოდნავ, ანუ ბიოლოგიურის გამო შენ უფრო არ ეთანხმები, ესე იგი, ეგრე გამოდის. არა, მე ვეთანხმები, რომ ბიოლოგიური ვალდებულება აქვს. ანუ ქალს არავინ არ უნდა ავალდებულებდეს, რომ არ იქა ბიოლოგიურად მზად ხარ და მოდი ახლა დაურსულდე, რომ გავამრავლოთ ერი. ეგ არ უნდა იყოს. იმიტომ რომ მე შეიძლება მარტო მაგრამ ალბათ ეგ ფარული წნეხიც არის, ხო ზოგადად, რომ აი ყველა გეკითხება, როდის ხვდები? კაცებსაც ეკითხებიან, მაგრამ აი ბავშვს როდისაც შენ ის და ნუ ქალზე მოდის ეგ დატვირთვა, ეგ სათქმელია და უნდა ვაღიაროთ, რომ ბევრად მეტი დატვირთვა დედობის შემთხვევაში ბავშვის როცა ეხება საქმე მოდის დედაკაცზე, ვიდრე მამაკაცზე. ბავშვის გაზრდა და აღზრდა და ფსიქოლოგიურად ამისთვის მზაობა, ფინანსები, ყველაფერი, ანუ საჭირო რომ ქალი არის პასუხისმგებელი ნუმერი. რა დავაკელით შემი, აი რატო აქ ესე მტკივნეულად, აი პროსტა რა დავაკელით. მე მტკივნეულად აღვიქვავს საზოგადოებაში ამ საკითხს. ჩემს ოჯახს ჯერჯერობით ეგ არ ეხება და მადლობა ღმერთს. მადლობა შენ. მადლობა ღმერთს. შემდეგი ჯარში წასვლა მხოლოდ კაცების ვალდებულება რომ არის, ეს არის კაცის დისკრიმინაცია. 3 2 1. 9 რატო? აი ნახე რა იტოვებს მაინც ჩანს. 10. ზოგადად ქვეყანას რაცო უნდა? 21 საუკუნეში რომ ჯარი კიდე გჭირდება და სავალდებულო არის რომ ბიჭები მიდიოდნენ ჯარში და ატრენინგებდნენ და რაღაცა. რაღაცა ბიჭები რომ მიდიან მარტო. ხო, ანუ მე მგონია აბსურდი, მაგრამ გიორგი იძახის რომ ქვეყანას სჭირდება დაცვა, ეს ცალკე მიმართულება. არა მარტო ქვეყანას სჭირდება, ადამიანსაც სჭირდება ჩემი აზრით ჯარში ყოფნა ცოტა ხანი. კარგად გაყალიბებს. არა, მაგრამ რაღაცა ისეთ გარემოებაში ვართ, რომ მაგრამ მიშრომია და მიმუშავია ბევრი და შემიძლია ვთქვა რომ ჯარში ვარ ნამყოფი. არა, ხო, გაცხრნა გაგივლია YouTube ვიდეოებისთვის. თავდაცვასთან ერთად და პატივისცემა ყველა ჯარისკაცს და თავდაცვის ძალებს, იმიტომ რომ არა, პატივისცემა ნამდვილად, მაგრამ უბრალოდ ეგ არის რომ მე ძალიან ვერ აღვიქვავ ეომას. ჩემი აზრით უბრალოდ თქვენს რიგებს მეგობრებო, ჩვენი მანდილოსნებიც კიდევ უფრო მეტი ვიცი რომ რაღაცები არიან, უნდა ამაგრებდნენ. იმიტომ რომ მე მგონია რომ ქალებიც თავისუფლად შეიძლება რომ ჯარში მიდიოდნენ. ყველაზე იდეალური იქნება რომ ისეთი იყოს, რომ სავალდებულო არ იყოს საჭირო რომ იყოს, ისე უნდოდეს ადამიანს. ზოგადად ომი რო არ არსებობდეს, იქნებოდა ყველაზე იდეალური. მოდი ახლა დავიწყოთ. და ყველა ქვეყანა რო თავის მიხედოს და არავის არ ეხებოდეს, იქნებოდა ყველაზე იდეალური, მაგრამ ნუ ეგეთი გარემოებაა. თუ ქალი და კაცი ერთნაირად მუშაობენ, სახლის საქმეები უმეტესად მაინც ქალმა უნდა გააკეთოს. რატო ვიყურებ 3 2 1. გენდერულ როლებზე როცა ვლაპარაკობთ, მან ზუსტად მაგას აღვიქვავთ, რომ საზოგადოებამ ჩამოაყალიბა ეს მოლოდინები, რატომღაც, რომ ქალი ამზადებს საჭმელს, ქალმა უნდა აჭამოს ბავშვს, ქალმა უნდა გაატაროს მეტი დრო ბავშვთან, აი რატო არის ეგეთი? არ უნდა იყოს ეგრე და დამახინჯებულია. აი მილას ეხა ისეთი პერიოდი აქვს ხალხო, რომ ვეხვეწო, შეიძლება არ ჩამეხუტოს. დედამიზე იყოს მიკრული. ბავშვი განსაკუთრებით პატარა როცა არის, დედასთან უფრო ახლო ურთიერთობა აქვს
და ფიზიკურად მილა შეიძლება, მაგრამ კირა შემთხვევაში? კირა შემთხვევაში არა, რა თქმა უნდა, რა კირა პირიქით გიორგისთან არის უფრო მიწებებული, ხო და? ხო, მე რამე პრობლემა მაქვს, ანუ ვერ ვაჭმე, ვერ უშევ სკოლაში, ვერ ვიღებ ან ასე შემდეგ, მაგ ხრივ არა. ხო და მაგას ვიძახე, რომ თანაბარია რეალურად მაგ შემთხვევაში ეგრე ვიძახე. კი, თანაბარი კი არა. რა იყო ეგა? რა არა, თანაბარია? სრული შემთხვევაში შეიძლება გადაიხაროს რომელიმე მხარეს და პირიქით, მამამაც შეიძლება მეტი აკეთოს რაღაცა ხრივ, რატომაც არა. აკეთებს? ანუ, ჩვენ შემთხვევაში ცოტა არ იყოს შეიძლება. რატომაც არა. ჩვენ სახში გჭირდება AI, რომელიც დათulis რამდენად ნაწილდება ჩვენი მოვალეობებით. რა უნდა ოჯახში ეგეთ რაღაცების დათulas აზრი არა. არა, მე ვაღიარებ და მიხარია, რომ წარსულთან შედარებით, რაც ამ სახლში გადმოვედით, გიორგიმ ძალიან ბევრი რაღაცა აიღო თავის თავზე და მაგაზე კი საყვედუროს ხოლმე ყოველდღე რომ რას აკეთებ სახლში. არა, დახმარება მინდა ხოლმე უბრალოდ რა, იმიტომ რომ მე ეგეთი ტიპი ვარ, როგორც ვისაუბრეთ რომ რაღაც რო არის გასაკეთებელი, ვერ ვიკიდებ, მე გააკეთებს ვიღაცა, ესე ვერ ვშვები. იმიტომ რომ ხო ხდები, ან ყველაფერი არის და მეტი არავინ არ მიდგას. ჩემს უკან არავინ არ დგას და შენს უკან ჩანს რომ გიორგი დგას ხდები, იმიტომ რომ რაღაცა მე რჩები და აი ესე მგონია რომ ჩემს უკან არავინ არ დგას. მე რატო არ ვარ შენს უკან? რაღაცა რო გჭირდება ხოლმე არ გეხმარები? არ გიუთოვებ თმებზე, სკინკეერზე, მოვლაზე, ტანსაცმლის არჩევაზე, რა ჩაიცვა ბავშვების აყვანა, დაბანა, გამზადება ძილისთვის, საჭმლის გაკეთება, არ ვაკეთებ ხოლმე? კი. კაი, შემდეგი. არის პროფესიები, სადაც ქალი ვერასდროს იქნება ისეთივე კარგი, ანუ წარმატებული, როგორიც კაცი. წავიდა. 3, 2, 1. გული რო დახატა. 0.7 ხო? ამ დაშვებულ პროცენტულობას პირადად მე აი 2 ერთიანი, იმიტომ არ მომნიშნე, რომ ფიზიოლოგიასთან დაკავშირებულ სპორტულ ფიზიკურ შესაძლებლობებს ვამბობ რა, არ ვიცი. სპორტულს არა, ბადროს, ხორცს, რაღაც ნავთობებს რო ენოშებია. შენებელი, ნავთობმომპოვებლობა. სასწაულებს აკეთებენ. არ გამოვრიცხავ რომ მან ქალები არ არიან, მაგრამ უფრო ნაკლები პროცენტულობა არის და მაგრამ საქართველოში სხვადასხვა ეგეთ რთულ პროფესიებში ქალები ნაკლებად გვხვდება და ეს ჩვენ ქვეყნის საზოგადოების კარგ შეგნებაზე მეტყველებს. შეიძლება ითქვას, ავეც მე პირადად ხა აი მშენებლობაზე, მაღალ შენობებზე დაკიდებული მწმენდავი ქალი ნაკლებად მინახავს. ხო, ნაკლებად მინახავს, არ გამორიცხავს, რომ არ არის, მაგრამ უბრალოდ ნაკლები პროცენტულობა არის. ბოლოს ის მიკვირდა ევროპაში ხა ავტობუსებზე რო ზრუნავდა, ჩვენთანაც ხედან ეხა რა ქალბატონები ავტობუსებზე. ხო, მეტი მძღოლი მინახავს მე ხო, და მიკვირდა, იმიტომ რომ თავიდან აი როცა ჩემი სტუდენტების დროს არ იყო ეგრე რა. Go Queen. Slay. სამსახურში აყვანისას უფროს უნდა ჰქონდეს უფლება იკითხოს, აპირებს თუ არა ქალი დაქორწინებას ან ბავშვის გაჩენას. 3, 2, 1. მე უბრალოდ პასუხი მაქვს. ნო, სივიზე არა, მაგრამ მე პირადად როცა თანამშრომლის აყვანას ვაპირებ, ისე კარგად ვქეკავ და ვამოწმებ, რომ ვიცი ხომ მეუღლე დაოჯახებულია თუ არა, თუ სოციალურ ქსელებში და ასე შემდეგ. მეორე საკითხი ის არის, რომ რამდენად ეგ მოქმედებს მე შენი გადაწყვეტილების არ უნდა მოქმედებდეს და არ მოქმედებს იდეაში. პირიქით შეიძლება პოზიტიურად იმოქმედოს, ანუ რო ხედავ რომ ადამიანს შვილები ყავს და ესე ვთქვათ რაღაცა შემდგარი ოჯახი ისეთია, შეიძლება ვიფიქრო რომ პირობითად უფრო სტაბილური იცის რა გადაწყვეტილებას იღებს, რა სამსახურში უნდა მუშაობა, ვიდრე პირობითად ვამბობ 17-18 წლის ბიჭი, რომელმაც შეიძლება ზეგ საერთოდ სხვა რამე გადაწყვიტოს და აღარ უნდა პირობითად ეს სამსახური. ბავშვები ვისაც ყავს, მგონია რომ უფრო მოტივირებულები არიან სამსახურში. არა მარტო სამსახურში, ზოგადად თავიანთ ცხოვრებაზე მეტი პასუხისმგებლობა აქვს აღებული. რა თქმა უნდა. და შესაბამისად სამსახურზეც პასუხისმგებლობას იღებენ რა. ოკეი. ეს ცოტა ესეთი კითხვა არის. ბიზნესში წარმატებისთვის უმეტესად კაცური ხასიათია საჭირო, რაც ქალებს ბუნებრივად არ აქვთ. მოდი. ვაუ. 7. დღევანდელ გარემოებში კი ეგრეა. და მარტო ერთი მიზეზის გამო, იმიტომ რომ როგორი გარემო არის შექმნილი ზოგადად მაღალ პოზიციებში. ამაკაცების მიერ. კი, იმიტომ რომ დომინანტურ, ეხლა ნახე, რეალურად შევხედოთ ახლა დღევანდელ ბიზნესს, რა თქმა უნდა, წამყვან პოზიციებზე ძირითადად არიან 80% მაინც მამაკაცები არიან. ის რომ ქალი იმ გარემოში მოხვდეს, ან მამაკაცმა აიყვანოს წამყვან პოზიციაზე, არის ძალიან მცირე, იმიტომ რომ მამაკაცი ეძებს თავისნაირ მამაკაცს. ყველაფერს აქ მეორე მხარე თეო. ჩემი აზრით ამაში მხოლოდ კაცების ბრალეულობა არ არის, ქალების ბრალეულობაა, იმიტომ რომ ქალებს საკმარისი мотивация, ან ამბიცია, ან ესე ვთქვათ, სურვილი არა აქვთ ხოლმე, ალბათ, ზოგადად,
მე პირადად, როგორც რაღაცა, ბიზნეს ოუნერის და ასე შემდეგ, უმეტესად ეხლა უკვე პირიქით ხანდახან კი არა და პირიქით, ანუ ქალი უფრო სტაბილური თანამშრომელი მგონია. Agreed. ხო და აბა რატო ამბობ, რომ კაცები უნდა ირგვლივ და რაღაცა? გიო, ნახე, მე შენზე არ ვლაპარაკობ ამ გავიგე, მაგრამ ძირითადად როგორი მაგრამ მე მგონია, რომ არ არის ეგეც უმეტესად. თუ ადამიანი ბიზნეს ოუნერი ან მენეჯერი ან არ ვიცი, ნებისმიერი სხვადასხვა სამსახურის ადამიანი საქმის გამკეთებელს ეძებს. მე მგონია, რომ რა თქმა უნდა არ უნდა იყოს იქ ქალი თუ კაცი, მაგრამ უბრალოდ შანსები ხვდება, ესე ვთქვათ, 20 კაცი ხვდება და 2 ქალი და შეიძლება ამიტომ კაცი უფრო მოხდეს. ამიტომ ჩემი აზრით ქალები უნდა აღზევდეთ. ამბიციები უნდა გქონდეთ მეტი გოგოებს და იცი რა გოგო ვარ და მე რა ვიცი აი ვერ მხოლოდ განსაზღვრულ პროფესიებს არ უნდა მიაწვეს ქალი რა. უფრო გონია რომ ქალები მარტივ პროფესიებს და გადაწყვეტილებებს იღებენ რომ პლუს მე აი გავთხოვდები და იქ რაღაცა კაციც რაღაცას იზამს ალბათ და რაღაცა ეგ გაწყობა ჩანს და მეც არ ვეთანხმები მაგას. ქალებისთვის არის გაცილებით უფრო რთულია ეგ. მამაკაცი რომ ბუნებრივად არის მოლოდინი აქვს საზოგადოებას რომ ეგეთ პოზიციებზე უნდა იყოს. ეგეთი ხასიათი უნდა ქონდეს. ქალებს ვარსდიან. მე არ ვიცახი რომ მამაკაცების ბრალია ეს. ზოგადად საზოგადოება რომელიც მამაკაცებს ქალების ბრალის არის იმ ძველი თაობის ქალების. რა თქმა უნდა არის, იმიტომ რომ დღესდღეობით რომ გამიხილავთ ხოლმე ხანდახან ყველაზე დიდი შეურაცხყოფა დიდი ქალებისგან მიმიღია ვიდრე მამაკაცისგან. იმიტომ რომ რაღაც არარეალური იმიტომ ის ქალებიც გარემოში არიან გაზრდილებით. ხო და არ უნდა იყოს ქალები არ უნდა ვაგრძელებდეთ ამ ტრადიციებს, რომელიც კლავს მე ამ ადამიანების თუნდაც კომპეტენციას ან თუნდაც мотиваციას, მაგრამ არ ვეთანხმები შენ პოზიციას, რაც თქვი, რომ გოგოებიო არ ინდომებთო. ეგ არ არის სწორი. ანუ ამბიცია არა გაქვთ მე ხდები, ანუ მაგის ამბიცია, უბრალოდ საზოგადოებამ უნდა ისწავლოს, რომ ხელი შეუწყოს და პირიქით გავათანაბროთ ეს მოლოდინები. უბრალოდ მე იმას ვამბობ, ამ საზოგადოებაშიც ისევ ქალები და გოგოები არიან, ძველები თუ ახლები სხვადასხვა ასაკისები და ამიტომ ყველა მოკლედ თემა საზოგადოებამ უნდა ეცადოს განვითარებას და საზოგადოებაში ორივე არის, ისედაც. საოჯახო საქმეების სქესის მიხედვით დაყოფა ბავშვს არასწორ წარმოდგენას უქმნის პარტნიორულ თანასწორობაზე. აუ მოიღერა თეონამ. 3-2-1. 1000%-ია თეო. მე 800 დავწერე. ვეთანხმები ბავშვს არასწორ წარმოდგენას უქმნის თუ მაგას ვამბობთ, რა შენ ქალი ხარ და ჭურჭელი გარეცხე. რა თქმა უნდა, ანუ შენ ქალი ხარ და რაღაცა რაღაცა ხო ხანდახან შენ მაგას ამბობ ხოლმე. ქალი ხარ და ჭურჭელი გარეცხე გეუბნები? მე არასდროს არ მithქავს ეგ ცხოვრებაში. აბა ვინ უნდა გააკეთოსო? თუ მე არ ვაკეთებ, ხო, რა თქმა უნდა, შენ უნდა გააკეთო, მაგრამ ქალი ხარ და ჭურჭელი გარეცხე მე როდის გითხარი კაცო? ხო, მაგრამ მოლოდინი გაქვს რომ მე გავრეცხო. ხო, იმიტომ რომ ეგრე ვართ. რაღაცა რომ მე თუ არ ვარეცხავ, ანუ შენ თუ რაღაცა აკეთებ, მე ვაკეთებ, მე თუ რაღაცა ვაკეთებ, შენ ვაკეთებ. ხო, ეგ არის ოჯახი. ხო, იდეაში. მამაკაცს არ უნდა ჰქონდეს უფლება ვეტო დაადოს ქალის გადაწყვეტილებას ორსულობის შეწყვეტასთან დაკავშირებით. წავიდა 3-2-1. მე ვეთანხმები იმას, რომ არა აქვს უფლება მამაკაცს ვეტო დაადოს რამეს, ან ქალს ვეტო დაადოს რამეს, როცა საქმე ოჯახს ეხება. ანუ ოჯახი არის ერთიანობა ამ ორი ადამიანის და პლუს მე რა მგონია, იცი კიდე რომ ეს ფაქტი ეს სიურპრიზად არ გება როგორც წესი რა, ანუ რაღაცა ეხა არ იცოდა უცებ მოვიდა სახლში, გაიგო რომ ისაა და ვეტო დაადო, ეგრე ხო არ ხდება რა. ანუ ეს ყველაფერი შეთანხმებით ხდება. ადამიანები ოჯახს ქმნიან, საერთო გადაწყვეტილებას იღებენ და შესაბამისად საერთო გადაწყვეტილებით უნდა მივიდნენ კონსენსუსამდე. ოჯახი გადაწყვეტილებებს რა. აი ოჯახი არ არის. ძალიან რთული შემთხვევა არის, მე ბევრი მიფიქრია მაგას სხვათა შორის, აი ოჯახი არ აქვს შექმნილი, შეიძლება არც აპირებდნენ შექმნას და რა ახლა ბავშვი ყავთ რა. ეს ჯერ ერთი წინ დაუხადავობა ალბათ, მაგრამ მე უკვე პასუხისმგებლობები უნდა აიღო და ის რომ მოიშორე, მე არ ვეთანხმები მაგას რა. პირადად მე ჩემი პრინციპებიდან გამომდინარე შენ ზოგადად მოშორებას არ ეთანხმები. მე ზოგადად სიცოცხლის მოსწრებას არ ვეთანხმები რა. ჩემ შემთხვევაში ნუ უმეტესწილად რა თქმა უნდა ვეთანხმები, არავის არ არის. 7-7. 10 რატო არ? უფრო ვეთანხმები. უფრო ვეთანხმები, მაგრამ ვეტოს უფლება უნდა ქონდეს კაცს? არა, ვეტოც არ არის. ანუ კაცს შეუძლია მოთხოვოს ცოლს, რომ შვილი გააჩინე, ან არ გააჩინე. აბა რატოა 6-7? რავი, ვეტო ვერ გავიაზრე და მაგიტომ. ვეტო არის ძალიან კონკრეტული ისა, ხო, პასუხი რომ არა. გადავწყვიტა და всё. ხო. მაშინ შევცვლი. გადმოდი ჩემს ხარეზე. თეო, შენი აზრით, ქალს უნდა ქონდეს ვეტოს უფლება? იქიდან გამომდინარე, რომ ქალზე უფრო მოდის ორსულობის სტატუსი, პირობითად ვამბობ. უფრო უნდა საბოლოო გადაწყვეტილება ჩემი აზრით ქალზე უნდა იყოს, მაგრამ მე იმას ვეთანხმები, რომ უნდა განიხილონ ეს საკითხი ორივემ. მაგრამ საბოლოო ჯამში ნახე, ქალმა უნდა დაუთმოს მინიმუმ 1 წელი
ზოგადად, რომ ფიზიკურად გაზარდოს ბავშვი მუცელში. მე რომ დაიბადება, მაინც დედაზე არის მიჯაჭული. ზოგადად ეგ არის, რომ დედა ხარ, მაინც შენი პასუხისგებლობაა, რომ ბავშვი გაზარდო, აღზარდო, მიხედო, რომლის სიტუაციაში ბევრჯერ ყოფილა, რომ მეორე ნახევარი არ ყოფილა ცხოვრებაში, ან წავიდან რაღაცა მოხდა მოკლედ და ეს არის ძალიან დიდი პასუხისგებლობა, რომელიც გრძელვადიანია. და რომელიც ორივე მშობელზე ნაწილდება მეგობრებო და არ არის ეს. ორივე მშობელზე ნაწილდება, ორივე მშობელზე უნდა ნაწილდება. შეიძლება ვერ იაზრებენ მეორე ნახევარი. და ასევე კაცები ცხოვრების ბოლომდე არის ეგ არის. წარმოიდგინე, ეს არ არის ერთი გადაწყვეტილება, 1-2 წელიც არ არის. ცხოვრების ბოლომდე შენ გეყოლება ბავშვი. წარმოდგენილი მაქვს ორჯერ. კაცების შემთხვევაში კიდე ეს ვეტოს ისინი ხა საქართველოს რეალობაში ალბათ სელექციური, ანუ გენ სქესისგან გამომდინარე ხდება რა, როდესაც მაგალითად ბევრი გოგო ყავთ და ბიჭი უნდათ და ისე გოგო ჩდება და რაღაცა. მაგრამ კანონი გრძელავს მაგას. მაგრამ მაინც აკეთებენ მე როგორც. მაინც აკეთებენ, ანუ არასრულწლოვანები თხოვდებიან ზოგ რეგიონში, მაგაზეც ვერ ვაკონტროლებთ ვერაფერს და სამწუხაროდ იმის მიუხედავად რომ კანონი არსებობს, არ რეგულირდება. მაგრამ აი ერთი წინადადებით რომ შევაჯამო, მეგობრებო, არის ის რომ ოჯახი არის ერთიანობა და როდესაც ეს ერთიანობა შედგება, თუ შედგება რა, გულისხმობ თუ შედგება, ჩვენ შემთხვევაში ხა არ მახსოვს ესე დამჯდარი და სერიოზული ლაპარაკი რაღაც კონკრეტულ საკითხზე. მაგრამ ვთანხმდებით, რომ უმეტესწილად ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ ქალმა უნდა მიიღოს და არა კაცმა. მაგრამ ადამიანი თუ ჩაისახა, უკვე ის ადამიანია, შენი სხეულის ნაწილი არ არის, მხოლოდ რომელსაც მოიჭრი. მიხვდი? მე მაგას ვფიქრობ. მაგრამ ძალიან ბევრი გამონაკლისებია. არასასურველი ორსულობა ყოფილა. არასასურველი ორსულობა არის, მაგრამ ქალის ჯანმრთელობას ეხება ეს. საერთოდ თანხმობა არ ქონია და ისე დაფეხმძიმდა ადამიანი შეიძლება რაღაცის მსხვერპლი იყო. ან ძალიან ბევრი რაღაცა ინდივიდუალური кейსია, რომელიცაც ვერ განვიხილავთ ახლა. მაგას არც განვიხილავ მე. მაგიტომაც ვამბობ, რომ როცა შენ სხეულს ეხება ეს ცვლილებები და დიდი პასუხისგებლობა, რომელიც ანუ ცხოვრების ბოლომდე უნდა ატარო, მე მგონია რომ ქალს უფრო უნდა კონდეს საბოლოო სიტყვის თქმის უფლება. გეთანხმები. Agreed? Okay. რამოდენიმე ფაქტი უნდა გითხრა შენ და უნდა მითხრა რამდენად ფიქრობ რომ სწორია თუ არასწორია. შენ არა პასუხობ? და არა. მე გეკითხები და გეუბნები ასევე საბოლოო პასუხს. რამდენად ეგრეა თუ არა. სწორია თუ არა. ქვეყნებში, სადაც აბორტი აკრძალულია, ქალები უფრო ნაკლებად იღუპებიან აბორტთან დაკავშირებული გართულებებით. სწორი, არა. არ ეთანხმები? რეალურად ეს ფაქტია არის არასწორი. იმიტომ რომ ქვეყნებში, სადაც აკრძალულია აბორტი, გაცილებით უფრო მეტი, 34 ჯერ უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ანუ ქალი, ვიდრე ქვეყნებში, სადაც ლეგალურია. და 100,000 ქალიდან 34 იღუპება იმ ქვეყნებში, სადაც აკრძალულია და 1 იღუპება იმ ქვეყნებში, სადაც არ არის აკრძალული. ანუ აბორტი რეალურად კეთდება უბრალოდ ზოგან ლეგალურად და ზოგან არალეგალურად, გასაგებია. ანუ რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ლეგალური არის, გაცილებით უფრო დაცულია ქალი და ქალის ჯანმრთელობა, იმიტომ რომც არალეგალური იყოს, მაინც იკეთებენ მაგას გულისხმობ. ხო, წესებს გააჩნია მან სიღრმეებში რა, ეხლა ესეც ზედაპირულად. კაი, სწორია თუ არა? საქართველოში ბოლოს 3 წელია ყოველ 10 ქორწინებაზე დაახლოებით 6 გარქორწინება მოდის. განქორწინება. ალბათ ეგრეა. სწორია? კი. წარმოიდგინეთ. ანუ უფრო მეტი განქორწინება ხდება ვიდრე საქართველოს ეხება ბოლოს 3 წლის პერიოდზე. ვიდრე წარმატებული, ანუ პირიქით უფრო წარმატებელია ხოლმე ვიდრე წარმატებული. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობებს არ ვიღებთ. არა, ეგ მაგას არ ნიშნავს. და წესიერად არ ფიქრდებით, სანამ დაოჯახდებით, ანუ მაგას გულისხმობ. პასუხისმგებლობა უნდა იყოს შენს გადაწყვეტილებაზე თავიდანვე და მერეც და ან თავიდან არ იაზრებთ კარგად, ან მერე არ იღებთ პასუხისმგებლობებს. ძალიან საინტერესო კითხვა. საქართველოში ქალებმა ხმის მისცემის უფლება უფრო ადრე მიიღეს, ვიდრე USA-ში. შეერთებულ შტატებში. ანუ ქართველები და ზოგადად ინტელიგენტი ქართველები, განათლებული საზოგადოება, მე არ მგონია რომ თუნდაც 100-200 წლის წინ ქალების ჩაგვისკენ და ქალების უფლებების არ დაცვისკენ ყოფილიყო მიმართული. აქედან გამომდინარე, მე მგონია რომ ნამდვილი განათლებული ქართველი მამაკაციც არასდროს იყო ზოგადად გენდერული ბალანსის თუ ესე ვთქვათ თანასწორობის წინააღმდეგი. სწორია. 1918-ში მიიღეს ეს გადაწყვეტილება საქართველოში, რომ ქალებმა მისცენ ხმა და 1920-ში უკვე შეერთებულ შტატებში. ძალიან მაგარი ამბავია. ხოლო იმას არ უნდა ვამბობდეთ, რომ აი ჩვენ ქვეყანა და საქართველო, ანუ საზოგადოების რაღაცა ნაწილის დამახინჯებულ წარმოდგენებს არ უნდა ვაბრალდეთ სრულიად საქართველოს. ბევრი კარგი რამე გვაქვს ქართველებს და საქართველოს, თავარია სწორად დავინახოთ და მე ძალიან ვამაყობ ამ ფაქტით. მართლა ძალიან დასაფასებელია.
მეცნიერულად დამტკიცებული ინფორმაციაა, რომ გოგონები ბიოლოგიურად ნაკლებად მიდრეკილები არიან ტექნიკური საგნებისკენ, ვიდრე ბიჭები. რა თქმა უნდა, ასურია. უბრალოდ საზოგადოების გავლენა ეგ ხოლმე ალბათ უმეტესად, რომ აი გოგოს უფრო სხვა რაღაცები დაინტერესებდეს, ვიდრე ტექნიკა, თორე ბევრი გოგო ვიცი ტექნიკაში და რა ვიცი, ხა კირაზეც ვატყობ მაგ ინტერესს, რომ რაღაცა ეგ ინტერესებიც აქვს და არა მარტო ბევრი მხდება ყოველდღურად თბილისშიც, ოჯახშიც და ასე შემდეგ. ოკეი, შემდეგი კითხვა. 21 საუკუნეში მსოფლიოში უმაღლესი განათლების მქონე ქალები კაცებზე მეტნი არიან. 21 საუკუნეში. კაცებს, იმიტომ რომ ისევ და ისევ რაღაცა ადგილებში განათლების არ ქონის ან გენდერული დისბალანსის გამო, სადაც ქალებს უფრო პრიორიტეტი არ აქვთ ვიდრე კაცებს, შეიძლება ამიტომ კაცებს. ლოგიკურად თუ მიჯელებთ? შენ გაგიკვირდება და ეს ფაქტი სწორია. ანუ მეტ ქალს აქვს უმაღლესი განათლება ვიდრე კაცს. საქართველოში ქალები საშუალოდ კაცებზე დაახლოებით 30%-ით ნაკლებ ხელფას იღებენ. ალბათ ეგრეა. Yep. ქალების ანაზღაურება სამწუხაროდ რატო ვერ ხვდები, ანუ პოზიციაზე რაღაც კონკრეტული ანაზღაურება არსებობს, ქალი აკეთებს თუ კაცი, რა მნიშვნელობა აქვს ეგრე. ეს არის სტატისტიკა, სადაც განვიხილავთ ზოგად სურათს და რაც ვახსენე, რომ მაღალი პოზიციები ძირითადად უკავია მამაკაცებს. შესაბამისად, ხელფასიც უფრო მაღალი ექნებათ. და ეს ზოგადად ნიშნავს, რომ ქალებს 30%-ით უფრო ნაკლები აქვს ხელფასები, თუმცა როცა განვიხილავთ ერთ და იგივე პოზიციებს, მაგ შემთხვევაში დაახლოებით 15-დან 20%-მდე არის განსხვავება. ეხლა დავფიქრდი რაღაცაზე. მაღალ პოზიციებზე კაცები, აი, ხო არიან კაცები მაღალ პოზიციაზე და რაღაცა თანაშემწე დივანი ყავთ ქალი. რომელიც ყველაფერს აკეთებს. ხო, პირიქით რატო არა ხომე? აი, ქალი მაღალ პოზიციაზე და კაცი რატო არა ხომე თანაშემწე და დივანი შესასვლელში. არის, უბრალოდ არა, ძალიან იშვიათად ალბათ. იშვიათად, ძალიან იშვიათად. ეგ არის. მოვჭით. მოდი შევაჯამოთ და ვთქვათ, მაგალითად, აქ რა არ გაჟღერდა გენდერულ თანასწორობაზე. მე მინდა რომ ყველა იმ საზოგადოება ისეთ შეგნების დონეზე იყოს, რომ არ გვიწევდეს ამაზე ამდენი ლაპარაკი და რაღაცების მტკიცება. შეიქმნა ძალიან ბევრი ჯგუფი, ეხლა Red Pill თუ გაგიგია. Andrew Tate, მსგავსი ინფლუენსერი, მსგავსი კონტენტ კრეატორები, რომელიც ქმნიან მამაკაცებისთვის კონტენტს. ქალებისთვისაც არიან ბევრნი. კი, ეგერც საქართველოშიც ყვავის ეგ ბიზნესი როგორც. კი ბატონო, მაგრამ გლობალურად რო შევხედოთ, არიან ძალიან ბევრი მამაკაცი კონტენტ კრეატორები, რომელიც პატარა ბიჭებს და მამაკაცებს ასწავლიან, რომ შენ ძლიერი ხარ, შენ უნდა იყო დომინანტი, ქალებს არ მოეკითხება არაფერი, იქით უნდა ასწავლო, ქალებს ევასებათ ეგრო ხარ ესეთი და კი, მაგათ თარგეტში, დაბუსტულ თარგეტში ხანდახან მეც ხვდები ხოლმე და ის რა ქვია. ზედმეტად ტესტოსტერონით სავსე მესიჯები. Work hard და რაღაც ეგეთი მესიჯები. ფული არის ყველაფერი, თუ ფული გაქვს, ძალა გაქვს, ქალები არაფერს არ წარმოადგენენ და ჩაგრე, პირიქით ევასებათ ეს რო ჩაგრავ და თავის ადგილზე უნდა დააყენო და ასე შემდეგ. მე ეგრევე ვთაგვნი ხოლმე ჩემი შვილიდან გამომდინარე. ვაიმე, ვინმე ეგეთი შემხვდეს სადმე პროსტა რა. და რომელიც გადამეკვეთება. მეორე საკითხია, რამდენად ეს უნდა კონტროლდებოდეს. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ბიჭი ამ მიმართულების ქვეშ ხდება. გავლენის ქვეშ არის, კი. იმიტომ რომ რაღაც ხრივ აძლევენ მასალებს და ამუშავებენ და ბევრი კარგი რაღაცის ჩამოყალიბებას ახდენენ, მაგრამ რეალურად მესიჯებში მიდის მერე აიგა. სექტა იქნება, რომ ეს არის ძალიან cool, ანუ მამაკაცის სიძლიერე, ესე განისაზღვრება, რამდენი ფული გაქვს და ძალაუფლება და რამდენად ჩაგრავს სხვას შესგარშე. ხო და ეხლა გვეყოფ ამდენი ლაპარაკი, ქალი ხარ და გიცოდე შენი ადგილი და დავასრულოთ ეხლა დროზე და ვინ არის აქ კაცი ოჯახში. მოგა ძალიან საინტერესო დისკუსია ქონდა. ხო, ცოტა სერიოზული წინა ეპიზოდების განსხვავებით. მაგრამ ძალიან სერიოზული თემებიც სტატისტიკური არის. მონაცემებიც არ მომიწოდებია ახლა მაყურებლისთვის და ძალიან საინტერესოა, მართლა საინტერესოა. თუ გაინტერესებს საქართველოში ზოგადად სტატისტიკა აი ამ გენდერულ როლებზე, ანუ თანასწორობაზე და ასე შემდეგ, შეგიძლიათ შეხვიდეთ UN Women-ის დავლინკავ საიტს და საქსტატზე ასევე, სადაც შეგიძლიათ ძალიან რეალურ ფაქტებს შეხედოთ, რა ხდება საქართველოში და მე რო შევხედე ძალიან დიდი შოკი მქონდა, იმიტომ მე გადავხედე და სხვანაირად შევაფასე ჩვენი საზოგადოება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ ვართ ძალიან დიდ ბაბულში, განსაკუთრებით როცა თბილისში ვიმყოფებით, იმიტომ რომ გონია რომ ძალიან წინ ვართ, ძალიან თანამედროვე საზოგადოებაა. ან გონია რომ აი 21 საუკუნეა და ეგეთები არ ხდება, საქართველო არის ეს, რაც თბილისს უყურებთ, მაგრამ ეგრე არა ეს სამწუხაროდ და რეგიონალური რეალობა და იქაური სტატისტიკა კიდე სხვას მეტყველობს და ეს არის ძალიან ასევე სტატისტიკასაც კი ახსენე, YouTube სტატისტიკასაც შევეხები, მეგობრებო, შეგახსენებთ რომ გამოიწეროთ თეოს არხი, იმიტომ რომ თვითონ არაც არ ახსენდება, მაგრამ მე მახსოვს
დააჭიროთ subscribe relax და ხარი დაუჭიროთ ამით თეოს არხის ზრდას. აუცილებლად დაგვიწერეთ თქვენი feedback-ით და თქვენი აზრით, რას ფიქრობთ ამ საკითხებზე და რა თემები კიდე შეიძლება არ განვიხილოთ, მაგრამ საინტერესო შეიძლება იყოს ყველასთვის. და დაამთავრე ხა ქვეყობა. და შეხვდებით შემდეგ ვიდეოში. მე კისევაზეა.